გაშვებით. მოკლედ ახლა არის ჩემთან 7 დაიწყო. საღამოს 7 საათი დაიწყო. 10 წუთია ზუსტად. დღეს მქონდა დასვენების დღე, როგორც უკვე იცით, კვირა დღეს ვისვენებ ხოლმე. გასული ვიყავი, დავისვენე. და ეხლა ამ წამს ჩამოვედი ავტობუსიდან. ცოტა ადრე მოვდივარ ხოლმე სამსახურისკენ, იმიტომ რომ არ მინდა რომ გვიან შევიდე ხოლმე რა. ესე რომ ვთქვათ, იმიტომ რომ ტრანსპორტი ცოტა საგვიანებს ხოლმე და მიხდება რომ ცოტა ადრე წამოვიდე ხოლმე სამსახურთან ახლოს, რომ ვიყო. ჯერ ადრეა, არ შევდივარ ჯერ სამსახურში. და მანამდე გაგესაუბრებით. ცხელა, თუმცა ქარიც არის, იმედი მაქვს რომ ისმის ჩემი ხმა. ხმა მაღლა ვსაუბრობ, იმიტომ რომ შესვენება აქვს საბერძნეთში ჯერ არ დასრულებულა ხალხს ძინავთ. და მინდა ხმა მაღლა ვისაუბრო, იმედია რომ ისმის ჩემი ხმა. დღეს ვიყავი ლაივში გასული ცოტა ხნით, სადღაც 45 წუთი. კაფეში რომ ვიყავ, მაშინ ჩაგერთვეთ, არ ვიცი ვინ მიყურეთ და ვინ არა. უბრალოდ ვიცი, მაგრამ ყველან არიყავით ჩემთან. და ცოტა ხანს გაგესაუბრეთ. ცუდად ვგრძნობ თავს, მგონი რომ მეტყობა კიდევაც. არ ვიცი, რისი ბრალია. დღეს მთელი დღეა ვერ ვარ კარგად. არ ვიცი, სიცხის ბრალია თუ გადაღლილობის. მართლა ვერ ვგრძნობ თავს კარგად. სახში რომ მივალ, თავიც მტკივა წამას დავლევ და იმედი მაქვს რომ საღამოს მაინც გამოვალ მდგომარეობიდან. აბა როგორ ხართ, რა შვებით? საღამოშვიდობის ყველას გამოჩდი. რამდენიმე დღის შემდეგ ახლა გამოვედი გარეთ. ფეხი დავდივარ, თან ცივი ყავა ვიყიდე და მივირთმე, ძალიან ცხელა მეგობრებო. 39 გრადუსამდე გვაქვს დღეს საბერძნეთში სიცხე. თქვენ არ ახდება როგორია მოდია. ვიცი რომ თბილისში ცხელა. სხვაგან არ ვიცი. სხვაგან არ ვიცი რა ხდება, დაწერეთ აბა კომენტარებში. მაგრამ სავარაუდოდ ყველგან სიცხე იქნება. წესით აი ამ დროს უნდა გამოხვიდოთ გარეთ. ეხლა ჩემთან არის
ზუსტად 9 საათი სრულდება. 2 წუთი აკლია. საშინელი სიცხეა ჩვენთან ახლა არის 10 საათი სრულდება 15 წუთი აკლია საღამოს ჩემთან. და ისე ცხელა. ძალიან ცხელა ხალხო. სალამი. დღეს არის 19 ივლისი. ეხლა გარეთ ვარ გამოსული, რაღაცები უნდა მოვიტანო მაღაზიიდან. ტარაკნების წამალი და ასევე ჭიანჭველების პური მინდა ვიყიდო და რაღაც წვრილმანი რაღაცები. თქვენ როგორ ხართ, რა შვებით? თქვენთანაც ცხელა ხო? გამოაცხადეს რომ ეს ერთი კვირა იქნება ჩვენთან 40 გრადუსამდე სიცხე. საშინელება, ეხლა ისე მიზარებოდა ამ სიცხეში გამოსვლა, მაგრამ რას ვიზავ, ჩემი საქმე უნდა გავაკეთო, სხვანაირად არ გამოვა. თქვენ როგორ ხართ? ხო ხართ ყველანი კარგად? 6 დღეა გონი რაც ვლოგი არ გადამიღია. ვიყიდე ეს რაღაცები. დიდი არაფერი, ცოტა რაღაც მინდოდა. მაგრამ სახში რომ მივალ, გაჩვენებ რა შევიძინე და რამდენი გადავიხადე. როგორც უკვე გითხარი, ძალიან ცხელა. აი დიდი ხნის გამოსული არა ვარ და უკვე ისე დამცხა, ერთი სული მაქვს, სახში მივიდე. სახში რა თქმა უნდა კონდიციონერი გვაქვს და კაი სიგრილია. ესე იგი სიცხე და ზაფხული კონდიციონერის გარეშე რავი რა, აი ძალიან რთულია. მე სხვათა შორის კონდიციონერიც არ მიყვარს, მაგრამ გიყვარს, არ გიყვარს, როცა ძალიან ცხელა, მეტი გზა არ გაქვს, ხო? კონდიციონერი თავს მატკივებს. მიუხედავად იმისა, რომ ყველაზე დაბალზე მაქვს ახლა ჩართული. მაინც თავი მტკივა ხოლმე. ისინი ვიყიდე ჩემთვის ეთელი. მე ესეთ რაღაცებს ავჭამ, საცხობში ვიყავი. ესეთ რაღაცებს არ მივირთმევ. ხშირად ცომეულს მაინც ვერიდები, მაგრამ კაი ხანი არ მიმირთმევია. და მეთქი დღეს ვიყიდით თქო და სახში რომ მივალ, თქვენთან ერთად დავაგემოვნებ. თან ცოტა გრძელი გზით წამოვედი სპეციალურად, რომ ფეხითაც გავიარო. ვარჯიში ჩამეთვლება რა, ესე რომ თქვით. აქ ისე დადიან გიჟებივით ეს მანქანები. თუ კარგად არ დააკვირდი, შეიძლება გაგიტანოს ჩვეულებრივად. ასე რომ დიდი სიფრთხილეა საჭირო, გარეთ რო გამოდიხარ საერთოდ. ძალიან ფრთხილად უნდა იყოთ. შემოკარგება. რაღაც კადრები მაქვს ამ დღეების გადაღებული. ნელა ვიღებდი ხოლმე. და ამ ყველაფერს ავაწყობ და დავდებ დღეს 19 ივლისს ვლოგს აუცილებლად, იმიტომ რომ ძალიან დავიგვიანე უკვე. დიდი ხანია. რავი, დღეს მე მგონი მე-7 დღეა, ანუ ერთი კვირა. ხო და ანუ გითხარით და კიდევ გეუბნებით, რომ ყოველდღიურ ვლოგებს რა თქმა უნდა ვერ გადავიხებ, მაგრამ
გამომწერები თუ არ მომემატება, მე სავარაუდოდ დავტოვებ YouTube-ს. აქ სანამ ვარ. იმიტომ რომ ხა გამომწერები თუ ბევრი არ მყავდა, მე უბრალოდ აზრს ვერ ვხედავ. მადლობა ვისაც გამოწერილი ყავართ, ვინც მიკომენტარებთ, ვინც თბილ სიტყვებს წერთ და მეუბნებით. მაგრამ გამოიწერეთ, ვისაც არ გაქვთ ჩემი YouTube-ი, ძალიან გთხოვთ და გამოიწერეთ, რომ მეც დიდი სტიმული მომეცეს რაღაცების გაკეთების და გადაღების და გაზიარებისთვის. ასე რომ თქვენზეა დამოკიდებული, რა თქმა უნდა, ჩემი არხი გაგრძელდება თუ არა საერთოდ და გააგრძელებს თუ არა ფუნქციონირებას, ასე რომ თქვათ. გამოიწერეთ, ძალიან გთხოვთ. თუ არა და თუ სიტყვაზე გავაუქმე ჩემი არხი, საქართველოში როგორც კი ჩავალ აუცილებლად იქიდან გავაგრძელებ ჩემს მოღვაწეობას YouTube-ში, ასე რომ ვთქვათ, მოვედი სახში. კარტოფილის ომლეტს და კვერცხის და თქვენს გაგიზიარებთ. მოკლედ, აი ეს მინდა გაგიზიაროთ. ესეთი წვენი იყიდება საბერძნეთში, სხვაგან არ ვიცი თუ არის ან სხვა ქვეყნებში. ეს იყო დარჩენილი მხოლოდ საზამთროს დიდად არ მომწონს, სიმართლე რომ გითხრათ, მე მომწონს ატამს ყიდულობ ხოლმე ხშირად და ძალიან მომწონს. წვრილად დაჭრილი ხილი არის შიგნით, თავის წვენთან ერთად. და რავი, გიზიარებთ და თუ ვინმე საბერძნეთში ხართ, გირჩევთ რომ იყიდოთ, ვისაც არ გაქვთ გასინჯული, რა ვიცი, მე ძალიან მიყვარს და ძალიან ხშირად მივირთმევ ამ წვენს. როგორც ჩემ მაისურის ფერშია. ვის გეზარებათ ჩემსავით ამ სიცხეში გაზის ანთება და საჭმის კეთება დაწერით აბა კომენტარებში, მაგრამ მეტი გზა არ მაქვს რა ვქნა. ამ სიცხეში მართლა საშინელებაა ხალხო გაზთან დადგეთ და გააკეთო საჭმელი, მაგრამ ისე ძირითად ისეთ რაღაცას არ ვაკეთებ სასწაულს. აი ხა სიცხეები რომ არის, ვცდილობ რომ ისეთ საჭმელები გავაკეთო, რომ ესე რომ თქვა, ბევრი დრო არ დასჭირდა ეს. ხო, ეს არის ჩემი. მე თვითონ გავიკეთე 5 დღეა, 5 დღე გამიწლო და ძალიან მომწონს ეს ფერი. ესეთი ფერი ძალიან მიყვარს, მწვანის მიყვარს და ცისფერით სულ მავიწყდება ტელეფონს, რომ ხმა გავთიშო. გაცხელდა, ჩავყაროთ. შევწვათ კარტოფილი ფრი ჯერ. ეს მინდა რომ გაჩვენოთ, ეს ვიყიდეთ ჩემთვის. აი ესეთია. ეხლა თქვენთან დავაგვიმუნებ და გეტყვით როგორია, სასწაულის სუნი აქვს. და ეს ვიყიდეთ ბებოს ყველით არის და სოსისით. აი ესეთია, დიდად არ მომეწონა. პურია და ერთი სოსისი უდევს, ერთი ცალი. დიდად არ მომეწონა. რბილი არ ვთქვი. რომ გითხრათ დიდად მომეწონა და გავგვიშდი და გადავირი, არა, ჩვეულებრივი პურია და მხოლოდ ერთი სოსისი უდევს. მეორედ ამას აღარ ვიყიდი. რატომღაც მეგონა რომ შიგნით სოსისის გარდა კიდევ რამე ექნებოდა. უნდა მეკითხა და ისე უნდა მეყიდო. მაგრამ არა უშავს, კიდევ კარგი ერთი ცალი ვიყიდე. სამწაკვეთს დავუმატე ცოტა მარილი და პილპილი.
ესე გამზადდა ჩვენი ფრი მოვაყარე მარილი და ძალიან ცოტა ორეგანო უხდება. დავდგი ტაფა, ეს გადავიდან ტაფაზე, შემწვარი ფრი და ეხლა დავასხავ გათქვეფილ კვერცხს. სალათი. აი ესეთი გამოვიდა ჩვენი კარტოფილის ომლეტი და კვერცხის. ეხლა მივუტან ამას ბებოს და მივირთმევ სალათთან ერთად. მეც მივირთმევ რა თქმა უნდა.